საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობის გაცნობის შემდეგ ახალი ამბების გადამღებმა ჯგუფმა თელავში მინი გამოკითხვა ჩაატარა. Როგორ აფასებენ თელაველები მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას და რის შეცვლას ითხოვენ ისინი ახალი სამთავრობო გუნდისგან. გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს დადებითად აფასებს. მათი თქმით, მთავარი პრიორიტეტები, რაზეც ახალმა მმართველმა გუნდმა უნდა იმუშაოს, სასამართლო სისტემის შეცვლა, დასაქმება, ეკონომიური პირობების გაუმჯობესება, პენსიების გაზრდა და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება. ცოტა ადრეც რო ყოფილიყო, ცუდი არ იქნებოდა. ყველაფერი შესაძლებელია. სასამართლოდან დაწყებული ბოლომდე. უკეთესობას ველით. გვინდა რომ რაც დაგვპირდა შეგვისრულოს. პენსიონერი ვარ და მინდა რომ ნამდვილად გქონდეს 230 ლარი. ძალიან ველოდებით. უკეთეს მომავალს ველოდებით. უკეთესობისკენ შეიცვალოს ყველაფერი. საერთოდ ეკონომიური მდგომარეობა მოსახლეობისა პირველ რიგში. რა თქმა უნდა, ხალხი დაასაქმოს, პენსიები გაიზარდოს და ხალხს იმის საშუალება ქონდეს, რომ საავადმყოფოში უფასოდ შევიდეს. გარკვეულწილად ახლა ყველაფერი მოსაგვარებელია. ძალიან ძვირფასი კაცია ივანიშვილი, მაგრამ მე არ ვიცი ახლა რამდენად მოერევა. ამ ყველაფერს ერთბაშად ძნელია.